პატარა ალექსანდრეს იშვიათი სასიკვდილო დაავადება აქვს, ზურგის ტვინის კუნთოვანი ატროფია. ბიჭის სიცოცხლე ბეწვზე კიდია. დაეხმარეთ მეგობრებო. ქართველი ბავშვის გადასარჩენად საჭიროა ჟანგბადის აპარატი. მისი ღირებულება 7200 ევროა. საბრალო მშობლებს არ აქვთ ამ ხელათახლა. ჩვენ გარდა ვერავინ დაეხმარება. ვერაგი დაავადება თანდათან შლის მის კუნთებს და ორგანიზმს ნელ-ნელა კლავს. ბავშვი იმდენად სუსტია, რომ სუნთქვა უჭირს. ნახველის დამოუკიდებლად ამოღებაც კი არ შეუძლია. ზურგის კუნთების სისუსტის გამო ალექსანდრეს სკოლიოზი სწრაფად პროგრესირებს. ყველაფერთან ერთად ბიჭს კიფოზი, ლორდოზი და ტერფრუდობა აწუხებს. გთხოვთ ახლავე დაეხმარეთ, რადგან სანამ ჩვენ ვიცით, ალექსანდრე ძალიან ცუდად არის. ეს ზურგის უბრალოდ კივილი არ არის, ზვრებში ამტრობს, აუტანელია. ბიჭს არ შეუძლია სიარული, დგომა და საწოლში გადაბრუნებაც კი. ძალა არ შესწევს. მშობლები მძიმედ დაავადებულ ვაჟსა და 1 წლის ქალიშვილს ზრდიან და შესაბამისად მუშაობა არ შეუძლიათ. სოციალური შემწეობის თანხა კი მკურნალობისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ თქვენს კეთილგულებს შეძრავს მათი შვილის ისტორია. დახმარებას ვთხოვთ ყველა კეთილ ადამიანს. გემუდარებით პატარა ალექსანდრეს გადარჩენაში დაეხმარეთ. ღმერთი დაგლოცავთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.